იდეა. რა არის იდეა? იდეა როგორც სხვა იდეების გენერატორი და უბრალოდ რაღაც ტრანსცენდენტული სამყარო და სიამოვნება, არაპრაქტიკული გაგება ამისი. ეს იდეა შემუშავდა სკრიფსის ინსტიტუტში და მე რბოლ საჭირო გახდა ბიოტექის დაარსება, იმისთვის რომ განხორციელებულიყო. თეორიულად ბევრ რამეზე შეიძლება იფიქრო, მაგრამ პრაქტიკულად ეს იყოს რთული განსახორციელება. დაიბადოს ვთქვათ ახალი იდეა დავარქვათ, ან რაღაცის მიგნება, გამოგონება. რაღაც მიდგომის სუნიქცე. პეტროვსხენის იდეა გაჩნდა. იდეის გაცნობისა შეიძლება მას სხვა იდეა დაებადოს. შენება თუ შენებით ტკბობა. მუშაობა ყოველთვის სასიამოვნოა შედეგის მიუხედავად. შენებაშია, ხო? ვნების სიმძაფრე. შრომის და აზროვნების თავისუფლება. ამას მოაქვს ყველაფერი. ევოლუცია იდეებსა და გარემოში. არსი მთელი ევოლუციის ხო ეს არის, რომ შეგუებადობა და ცვალებადობა. ევოლუცია არ ნიშნავს არაფრის გაუმჯობესებას. გამოვხატოთ რეგრესისა და პროგრესის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება. შედარება, ასე ვთქვათ, უკეთესი უარესი და არა კარგი და ცუდი. ვეგუებით რომ განსაზღვრება მარადიული შეიძლება იყოს. რაღაცა უნდა მოხდეს, თუ არ მოხდა, მაშინ სახეობა იღუპება. თითოეული ნაბიჯი არის ბრმა, სიმარტივის გაგება არ არის ადვილი. მარტივი გენიალობა და გენიალური სიმარტივე, როგორც მეცნიერების უმაღლესი პილოტაჟი. ხوار შეიძლება რომ ვასწავლოთ მაშინ ჩვენს იმუნიტეტს, რომ სწორი პასუხი გასცეს ხოლმე ყოველთვის. ეს უკვე იქნება უშუალოდ პროგრამაში ჩარევა. ფაქტია რომ ხანდახან შეცდომას უშვებს ჩვენი ორგანიზმი. შეგვიძლია თუ არა თქვათ, აი ცილებს ივაბათ რაღაცა სხვა ნივთიერება ზოგადად რომ თქვათ, აი იქ სადაც ჩვენ გვინდა. ბევრი რაღაცა კანონზომიერია, ბევრი რაღაცა შეიძლება გაუთვლელო. რა იწევს თქვათ, რაღაც დაავადებას ხო, რატო არის ეს დაავადებებს ცელდება. მას შემდეგ რაც ეს ბარიერი გაირღვევა, ყოველთვის ჩანს ხომ ეს დრო დაკარგული იყო. ასეთ ტექნოლოგიებს ახასიათებს ის, რომ უნურად ვერ შეაჩერებ ამის განვითარებას. ბიოტექი სამედიცინო მეცნიერების სამსახურში. არამნიშვნელოვანია კლონირების საკითხი მომავალში ტრანსპლანტაციის განვითარებისთვის. რაღაცნაირად ემბრიონებამდე მივიდეთ ახლა. ამის დამზადებას თუ ჭირდებოდა თქვათ, რაღაცა 5 წელიწადი, ახლა ჭირდება რაღაც თქვათ 2 თვე. ნახეთ სტუდიური გაკვეთილი მედიდეაში. ნებისმიერი ადამიანის მეორე ადამიანთან საუბარი გაკვეთილია. მოლეკულური ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი სტუმრად ეკა სანიკიძესთან.